სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ქრისტე აღსდგა. ჩვენი სულიერი ცხოვრება და როგორი ცხოვრება უნდა კონდეს ქრისტიანს თუ არა სულიერი ცხოვრება, რომელიც რა თქმა უნდა სულთან ერთად ჩვენს ხორცსაც მოიცავს და პირველეს ყოვლისა ნიშნავს არა ჩვენს სულიერ ცხოვრებას ხორცისგან განცალკევებულად, არამედ ჩვენს მარადიულ სიცოცხლეში მყოფობას. ჩვენი სულიერი ცხოვრება მრავალ ეტაპს მოიცავს. ჩვენ ამ მრავალ ეტაპს გავდივართ, სანამ სასუფეველს სრულად არ დავიმკვიდრებთ. სრულად იმიტომ, რომ სასუფეველში უკვე აქვე შევდივართ, როცა ჩვენ ეკლესიის ორგანული ნაწილი ხდებით. ეკლესიის ორგანული ნაწილი ხდება ადამიანი და იქ იწყება ზუსტად სასუფეველი. ეს არის სასუფეველი, რომელსაც დასასრული არ აქვს, რომელიც მარადისობაში გრძელდება. და აი ამ ჩვენ სულიერ ცხოვრებას თავისი საფეხურები აქვს, თავისი მდგომარეობები გააჩნია და მუდმივად უნდა ვითარდებოდეთ ამას. წმინდა წერილი ხშირად აქცენტს აკეთებს განსაკუთრებულად პავლე მოციქულე აი ამ ჩვენი განვითარების დინამიკაზე. აღდგომის პერიოდში ვიმყოფებით და ქრისტეს აღდგომით არ დაწყებულა ღმერთის ჩვენთან მოსვლა, ღვთისგანკაცება. ღვთისგანკაცება დაიწყო ხარებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეხარა, რომ იგი შობდა მაღლის ძეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამაზე თანხმობას განაცხადებს. და ჩვენ ვიცით, რომ როცა მივყვებით სახარებისეულად საღვთო ისტორიას, როცა მივყვებით ჩვენი გონებით, ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელი ყველაზე ახლოს არის ღვთისგანკაცების საიდუმლოებასთან, იმიტომ რომ მის ნებასთან თანამშრომლობით ხდება ეს დიდი საიდუმლოება, მიუხედავად ამისა, თავად ღვთისმშობელიც კი აი ამ საიდუმლოებაში ნელ-ნელა შედის. აღმოვიკითხავს ხო წმინდა წერილში, რომ ღვთისმშობელი ყურადღებით ისმენდა ყოველივეს იმას, რაც ხდებოდა და გულში იმარხავდა. ანუ მისი შემეცნება თუ ვინ შვა, ანუ შვა იესო ადამიანი ხორცითა და სულით, მაგრამ ის ვინ არის როგორც სუბიექტი, რომ ის არის სწორედ სამყაროს შემოქმედი, ამის გაცნობიერება, ეს პროცესი იყო, ეს ნელ-ნელა ხდებოდა. არადა ამის გაცნობიერება არის სწორედ მარადიული სიცოცხლე, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ რა არის მარადიული სიცოცხლე, განმარტავს, რომ ვიცნობდეთ ღმერთს და რომელიც მან მოავლინა, ანუ იესო ქრისტეს ცნობილობა, თუ ვინ არის ის. ეკლესია 2000 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ცოტა ეს სიტყვას გამოვიყენებ, სასტიკად, მოდი ესე ვთქვათ, სასტიკად არ უხდება ეკლესიას ქრისტიანობას ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გამოვიყენო, სასტიკად ებრძოდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იოტისოდენათაც კი შეეხებოდა საღვთო დოგმატებს, როგორიც არის ყოვლადწმინდა სამების შესახებ დოგმატი და როგორიც არის ძეღმერთის განკაცების დოგმატი. აი ოდნავი ტერმინოლოგიურ უზუსტობასაც კი სასტიკად ებრძოდა და გმობდა. რატომ? იმიტომ რომ პატარა დარღვევაც კი საღვთო დოგმატებში, პატარა დაკნინებაც კი თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელიც ადამიანად მოვიდა, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით, რომელსაც ჩვენ ვჭამთ და ვსვამთ, თუ ვინ არის ის, იოტისოდენა დაკნინებაც კი და არასწორი გაგებაც კი ადამიანს აცილებს იმ უდიდეს მიზანს, რომელსაც ადამიანის განხრთობა ქვია, ადამიანის ღმერთთან ყოფობა ქვია, ადამიანის ღვთისშვილობა ქვია. ოდნავი პატარა გადახრაც კი. და ჩვენ რო ეკლესიის ისტორია მეტნაკლებად ჩავიხედოთ და ვიცოდეთ, გავოცდებით, ხანდახან შეიძლება გაგუკვირდეს, რატომ ესე მკაცრად ექცეოდა ეკლესია ამ ადამიანებს. ამას ეკლესია აკეთებდა პირდაპირ გაგებითაც, რომ ადამიანი, რომელსაც სწორად არ ესმის თუნდაც, უკვე საშიში მდგომარეობაშია და ეკლესია ამას აკეთებდა პედაგოგური მოსაზრებით ყველა დანარჩენი ადამიანებისათვის, რომლებიც ამ 100 წლეულობის განმავლობაში სწორედ აი ამ საღვთო დოგმატების მიერ იქმნებოდნენ აღჭურვილი, რომ ღვთისშვილები გამხდარიყვნენ. და ამიტომ ეს პროცესი შემეცნებისა, ღვთის შემეცნებისა, რა არის მარადიული სიცოცხლე, ვიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს,
მარადიული სიცოცხლეა, ვიცნობდეთ, აი თანამედროვე ქართულით რო ვთქვათ, ვიცნობდეთ ღმერთს და ვინც მან მოავლინა იესო ქრისტეს, ანუ იესო ქრისტეს ცნობელობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ეს ცნობელობა იესო ქრისტესი, მასთან პერსონალური ურთიერთობა, გაგება თუ ვინ არის იესო ქრისტე, შესაბამისად გაგება იმისა თუ მე უნდა დავჯდე რა იესო ქრისტეს მარჯვნივ, სად უნდა ვიმყოფებოდე და რა არის ჩემი მარადიული სიცოცხლე და ჩემი მიზანი და როგორ მხედავს მე ღმერთი, რომელმაც შემქმნა, აი ყველაფრის ცნობელობა არის უმნიშვნელოვანესი. და ჩემი პრაქტიკული საქმიანობა სულიერ ცხოვრებაში, რა გავაკეთოთ, რომ ვიქმოდეთ საქმეს ღვთისასა ეკითხებიან ქრისტეს? ღვთის საქმე არის გვწამდეს იესო ქრისტე. რა არის რწმენა იესო ქრისტესი? ვასრულებდეთ მის მცნებებს. სადამდე მივყავართ ღვთისნებების აღსრულებას, გვიყვარს იესო ქრისტე. რას ნიშნავს სიყვარული იესო ქრისტესი, რომ ჩვენ გულში ცეცხლი ინთება, რომელსაც ვეღარაფერი ვერ ჩააქრობს, იმიტომ რომ პავლე მოციქული ბრძანებს, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტეს. სახტო ისტორია ჩვენში უნდა გაცოცხლდეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად უნდა დავიწყოთ ჩვენი სულიერი განვითარება, რომ ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ღვთის ნებას, აბსოლუტური მორჩილება ღვთის ნებისა. რა არის თან სუხშირად გეუბნებით თანამედროვე ქრისტიანის საცოდავი მდგომარეობის თანამედროვე რა პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ ქრისტიანებს, მაგრამ ეხლა ჩვენ თავი გაგჭირვები აი დღეს მაგალითად ქართველებს. თანამედროვე ქრისტიანის საცოდავი მდგომარეობის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი პერსონალურ დონეზე არ გამოვეძიებთ ღვთისნებას და ჩვენი სიმართლით უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვაწვევით რაღაცას. ჩვენი სიმართლით. რატომღაც არა, ასეთია დაცემული ადამიანის ბუნება, რატომღაც გგონია, რომ ჩვენ რო დავინახეთ და ჩვენ რო შევიგრძენით და ჩვენ რომ განვიცადეთ და ჩვენ რომ ვიცით და ჩვენ რომ ვფიქრობთ, ის არის ჭეშმარიტება. რასაცოდავობაა ასეთი ფიქრი, როცა თავად მოვიდა და თქვა მე ვარო ჭეშმარიტება. ამიტომ ჩვენი უბადრუკობის, ჩვენი არა ჯანსაღი ქრისტიანობის, ჩვენი განუვითარებლობის სულიერი თვალსაზრისით, ამდროს ვეზიარებით ეკლესიაში ვართ, არ გვეშველა. მიზეზი ერთადერთია. კიდევ ვიმეორებ, ერთადერთი მიზეზი. არა 2, არა 3, არა 4, არა რამდენიმე, ერთადერთი მიზეზი. ჩვენი მხრიდან გამოუძიებლობა ღვთის ნებისა და მისდამი უპირობო მორჩილება. სხვანაირად ჩვენში ქრისტე არ დამკვიდრდება და ღვთისმშობელი ამის მაგალითია ზუსტად. ამ ხევალი უფლისა იყავ ნებისა ებრმისისა, ანუ ღვთის ნების უპირობო მორჩილებით იწყება ჩვენი ქრისტიანობა. მანამდე რა არის? მანამდე არის ის, რომ საიდუმლოებრივად მისტიკურად ეხება ჩვენს გულს. ღმერთი ეხება და ჩვენ უცებ რატომღაც დაუმსახურებლად ყოველგვარი წვალების გარეშე უცებ ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ზოგს ახსოვს ეს, როდის მოხდა ეს შეხება. ვინც ბავშვობიდან ეკლესიის სიახში გაიზარდა, იმას შეიძლება არ ახსოვს. მაგრამ ფაქტია, ვიცი, რომ იესო ქრისტე ღმერთია და მე უკვე პირველი რაც უნდა გაკეთდეს, მისი ნებისადმი უპირობო მორჩილება, რასაც უამრავი ქრისტიანი ისე ბერდება, რომ არც კი ფიქრობს, რომ ეს გასაკეთებელი. ეგ ერთი. მაგრამ როდესაც ღვთისმშობელი უპირობო მორჩილებას განაცხადებს ღვთისადმი და მასში ქრისტე მკვიდრდება, ამით ღვთისმშობლის სულიერი განვითარება, მოდი ესე ვთქვათ, გრძელდება, არ გაჩერებულა. და აი წეღარაც რო გითხარით, რომ ის გულში იმარხავდა ყველა მიმას, იქ სვიმონ მიმქმელის სიტყვები, 12 წლის უფალი რომ დაეკარგებათ და ტაძარში რომ არ და ამ შემდეგ ის რომ მაგალითად ქრისტეს ცხოვრებას ადევნებს თვალყურს და საშინელი ტანჯვა და ჯვარცმა და უამრავი რამ რაც ხდებოდა მის თვალწინ, ეს ყველაფერი მას მეტად აღრმავებდა იმ საიდუმლოებაში, რასაც ღვთის განკაცება ქვია. დღეს მენდელსაცხებლე დედების ხსენებაა და აღდგომის პერიოდში ვიმყოფებით და დღევანდელი დღეც არის ერთ-ერთი ამ კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანი.
ეხლა მე სრულ თელ ისტორიას, საღვთო ისტორიას ბუნებრივია ვერ მოყვები, როგორ ხდება ხო, მე მოციქულების გამორჩევა, მოციქულების მიერ ნელ-ნელა შემეცნება, თან ხშირად ესეთი მარტივი მიზეზებით, რომ თევზი დაიჭირა იქ თქვა და ესე იგი პური გამრავლდა და იქ წყალზე გაიარა, ნათანაელს ისეთი რამე უთხრა, რაც მხოლოდ ღმერთმა იცოდა და ნათანაელმა რო ლეღვის ქვეშ გიხილა და ამ დროს თურმე ქრისტემაც იცის. აი უამრავი ნიუანსია, რითაც მორწმუნეები ნელ-ნელა იზრდებიან, რომ ხედავენ, რომ ყველაფერი იცის, იმ დონეზე იცის ყველაფერი, რომ მის გვერდზე დადიან და ეშინიათ მისი მაშინ, როდესაც მას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია მათთვის, არ უტკენია არასოდეს და მაინც ეშინიათ. რა საოცარია, ხო? სახარებაში ვერ ვნახულობთ, რომ ქრისტემ ვიღაცას კაცრად მოექცა ისე თავის მოწაფეებს შორის, მოწაფეებს. ფარისევლებს, წიგნობრებს, სადუკევლებს, ამათ ექცევა მკაცრად. მაგრამ თავის მოწაფეებს მკაცრად არ ექცევა. მაგრამ მის გვერდზე რომ მიდიან, ეშინიათ. რატო ეშინიათ? იმიტომ რომ თავის გამოცდილებით იციან, რომ მათ გულში პატარა იოტისოდენა მოძრაობაც კი გაშიფრულია ღვთისათვის, ქრისტესათვის და ყველაფერი იცის. და ადამიანს ეს არ მოსწონს, ადამიანს ეს არ უნდა. მე ჩემში გულში რაც ამაკ დამარხული, სულაც არ მინდა რომ სხვამ გაიგოს. ის ჩემი სიბნელე რაც მაქვს გულში და ეს სიბნელე, ეს ჯოჯოხეთი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი იცის, ეს უწყის და არ არის დაფარული, რომელიც არ განცხადეს, რომ წარვდგებით ღვთის წინაშე სამსჯავრო, საშინელი, იცით რატომ იქნება კიდე? ჩემი გულის ბნელი ზრახვები ცნობილი გახდება ყველასთვის. თუ არ შევინანე და თუ არ უარყავი და თუ არ გავემიჯნე და თუ არ მივაფურთხე ეშმაკთან ერთად, როგორც ნათლობის აღთქმაში მაგ დადებული. ეს პროცესი ღმერთის განკაცებული ღმერთის შემეცნებისა ნელ-ნელა გრძელდება. და მიუხედავად იმისა, რომ სასწაულები ხდება, სასწაულებს თვითონაც ძალა ეძლევათ, სასწაულებს ახდენენ, თაბორის მთაზე ფერისცვალება იხილეს უფლისა, რომელიც მათი პირადი ფერისცვალება უფრო იყო. გესმით რა საოცრება მოხდა. მით უმეტეს თაბორის მთაზე ხმა ესმათ მამისა, ეს არის ძე, ჩემი საყვარელი, ჩემ ნებას წარმოაჩენს, რა არის ჩემი ნება, ანუ ღვთისნება რა არის. და ესე იგი მას უნდა დაუჯეროთ, აი ყველაფერი ამ გამოცდილების და მიუხედავად. ლაზარეს აღდგინების და მიუხედავად. პეტრე უცებ იტყვის, რომ მე მაგ კაცს არ ვიცნობ. ანუ ჯერ ვერ არის ბოლომდე გაზრდილი ქრისტეს შემეცნებაში. და ბოლოს ქრისტეს ჯვარცმა და ჩვენ ვიცით რა ხდება, რა დაემართათ. შეშინებულები, ჩაკეტილები, დამალულები, ზოგი გარბის, თქვათ იქ ლუკა და კლეოპარო გარბიან და გზაზე რომ გამოეცხადებათ. ანუ შეშინებულები არიან. იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია ისინიც დაიჭირონ და ისინიც ჯვარს აცვანან, რა ვიცი, საშინელება დამართონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ნახეს. და მოქმედებენ რაციონალურად, გასაგებია ყველაფერი, სასწაულით ნახეთ, ძალმოსილებას ნახეთ, მოკლეს ახლა და, მოკლეს. აი რაციონალურად უყურებს ადამიანი, შეიმეცნებს სამყაროს. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აი მოხდა და დაგვენგრა თავზე ყველაფერი. დაიჭირეს და ჯვარს აცვეს და მოკლეს და საფლავში დადეს და დამთავრდა. აი ამ რაციონალური სწორი აზროვნების ფონზე, აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ პეტრე მოციქულმა რამდენჯერაც რაციონალურად, არა მარტო რაციონალურად, ზნეობრივად მოინდომა უფალთან სწორი ურთიერთობის დამყარება. ყოველ წამს რაღაცა ესე იგი საყვედური მიიღო და ესე იგი უნდა მომკლანო და ჯვარს მაცვანო ტანჯონ, არაუფალო ეგ როგორ შეიძლება, როგორ უნდა მოკლან, როგორ უნდა ტანჯონ, სატანა უწოდა უფალმა. ფეხებს ბანს უფალი და შე როგორ დაგაბანინებ ფეხებს, კაცო ქრისტეს ფეხები როგორ უნდა დააბანინო? და უფალმა უთხრა, რომ თუ ფეხებს არ დამაბანინებ, ჩემთან მარადისობაში წილი არ გექნება. ესე რამდენიც გამოძრავდა პეტრე მოციქული, იმდენჯერ რაღაც არასწორი გააკეთა. რატო? მართალი არ იყო პეტრე? აი ორი მაგალითი რომ მოვიყვანო, ორივე შემთხვევაში მართალი იყო პეტრე. ეხლა მე რო თქვა, რომ ეხლა უნდა გარეთ გავიდე და იქ ვიღაცები დამხვდები და მომკლავენ და წავიდე. ხო გამაჩერებ? არა, მამაო, სადიდი ხარ მოკლავენ. ეს იყო ზუსტად. პეტრე აჩერებს, აბა რა უნდა ექნა? და რა თქმა უნდა, ფეხებიც არ უნდა აბა როგორ ეხლა? ფეხებს ბანდნენ ყველაზე ესეთი დაბალი სოციალური ფენის მონები და რაღაც. ორჯერვე მართალი იყო პეტრე და ორჯერვე ტყუანი აღმოჩნდა. იმიტომ რომ მისი სიმართლე ორჯერვე და საერთოდ ჩვენი ესია, ყოველთვის ჩვენი ადამიანური სიმართლე ღვთისნების საწინააღმდეგოა, თუ ღვთისნებას არ გამოეძებ, ყოველთვის ესე დღეში აღმოჩნდები. ესეთ მდგომარეობაში არიან. ნელ-ნელა ხდება
მათ მიერ გაცნობიერება თუ ვინ დგას მათ წინ, ნელა ხდება გაცნობიერება თუ როგორ უნდა შეიმეცნონ, თუ ვინ არის მათ წინ და ისინი მოქმედებენ ზნეობრივად და რაციონალურად. ამ შემთხვევაში ესე მოკლეს ეხლა და დამთავრდა ყველაფერი. ეხლა იფიქრე, რატომ მოკლეს, ქრისტეს შეცდა, თუ რაღაცა ვერ გავიგეთ, თუ გვატყვილებდა, თუ როგორ იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად შეება. აი აქ არის სწორედ მენელსაცხებლე დედების ის განსაცვიფრებელი მდგომარეობა, რომელიც მდგომარეობის გამოც მენელსაცხებლე დედები გახდნენ მოციქულთა მოციქულები და განუცხადეს მოციქულებს, რომ ქრისტე აღდგა. აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი. ძველ დროს ქალებს მაინდა-მაინც არ ენდობოდნენ. ქალის საბუთი ან სასამართლოში მისი მოწმობა არაფერს არ ნიშნავდა. კაცები დღეს იმედია ასე აღარ ფიქრობთ, იმედია ცოტა გამოსწორდით. ამიტომ ნახეთ საინტერესო რა არის. პავლე მოციქული, რომელმაც ისიც კი იცის, რაც მისთვის არ მოუყოლი არავის, რა თქმა უნდა ეცოდინებოდა ის, რაც უკვე ყველა მიცოდა და რასაც ყველა მოყვებოდა. მაგალითად ის თუ ვინ იხილა პირველად კვეთით აღდგარი მაცხოვარი, რომ ყველა წმინდა ღვთისმშობელმა იხილა პირველმა, მერე მარიამ მაგდალენელმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მას ეცოდინებოდა. კიდევ ვიმეორებ, თუნდაც იმიტომ ვასკვნით ამას, რომ მან იცის ის, რაც მისთვის არავის არ მოუყოლია, საიდუმლო სერობის საკითხი და ყველაფერი იცის სიტყვა სიტყვით წერს იმას, რაც მოციქულებს საიდუმლო სერობის დროს გადახდათ, რაც ნახეს, რაც ესმათ და წერს მოციქულებზე ადრე, პირველი წერილები ახალი აღთქმის წიგნებიდან პავლე მოციქულს ეკუთვნის, მოციქულებმა მერე დაწერეს სახარებები. და აი პავლე მოციქული, როდესაც საუბრობს კვეთით აღდგომაზე ქრისტესი და მოყავს მოწმობა, რომ აი მოწმობა ეს მერე ამბობს, რომ 500-მა კაცმა იხილა ბოლოს და ამ 500-დან ჯერ კიდევ ბევრი ცოცხალია, ანუ ეს ნიშნავს, რომ წახვალ და კითხავ და ხო ვიხილე და იტყვის და მერე ჯერ ვის გამოეცხადა, მერე ვის გამოეცხადა, მერე ვის გამოეცხადა. იქ არ ახსენებს, რომ ესე იგი ქალებს გამოეცხადა. თან პირველი და საერთოდ არ ახსენებს ქალებს. იმიტომ რომ ქალის მოწმობა არაფერს ნიშნავდა. აი ესეც აქედანაც ჩანს, რომ სახარებები უთხოვარი ჭეშმარიტებაა, რომ პავლე მოციქული მამას მალავს მისიონერული თვალსაზრისით. აბსოლუტური სიზუსტით აღწერენ, რაც მოხდა, ამიტომ ისინი ამას ვერ მალავენ. თან თავს იმდაბლებენ, რომ მაგათ არ ჯეროდათ, მაგათ არ გამოეცხადა და ქალებს გამოეცხადა. და აი ეს უცნაური რამ დაფიქსირებულია წმინდა წერილში, რომელიც წმინდა წერილის ჭეშმარიტების უტყუარობას კიდევ ადასტურებს, იმიტომ რომ არ არის დაფარული, არ არის დამალული ისეთი ფაქტი, რომელიც წმინდა წერილის ავტორიტეტს აღდგომის მოწმობას დააკნინებდა ცოტათ, იმიტომ რომ ხა ქალებს არ დაეჯერებათ. მაგრამ ფაქტი რჩება, რომ ქალებს გამოეცხადა. ეხლა აქ არის ერთი რამ საინტერესო. ალბათ თითქმის ზეპირად იცით ეს ადგილი, ყოველ საცისკოს სახარებაში ვკითხულობთ, ვინც ესწრება საღამოს ლოცვებს და ხა ვინც არ ესწრება და არც სახში არ კითხულობს, იმან რა თქმა უნდა არ იცის ეს. და ვინც ესწრება სისკრის ლოცვებს შაბათობით საღამოს, მან იცის, სახში ვინც კითხულობს, მან იცის. რომედია მელესაცხებლე დედები და რომელიმე ჩვენერი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რო ყოფილიყო, ან რომელიმე მოციქული პეტრე ეთქვა და სად მიდიხარ თქვა? სად მიდიხარ? რამდენიმე დედაკაცი მიდიხართ, ჯერ გათანებული არ არის წესიარად, იქ ესე იგი გამძვინვარებული და ნახევრად ველური რომაელი ისინი ჯარისკაცები და მეომრები დგანან და უზარმაზარი ლოდია მაფარებული, რომელსაც ძლიერი მამაკაცები ჭირდება, რომ გადააგორონ ეს ლოდი და თქვენ თვითონვე ფიქრობთ, ცოტა უცებ გამოფხიზდით, რომ ეტა ვინ გადაგვიგორვოს ლოდი ესე, ხო, გახსოვთ სახარებაში. სად მიდიხარ? სად მიდიოდნენ, როგორ ფიქრობთ? ან არ ეშინოდათ, ან ეს იგი მინა მისულიყვნენ და წამოსულიყვნენ, უკან ვერაფერს ვერ იზამდნენ ეს უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში რაღაცა განსასწრელი მოეწეოდათ იმ ნახევრად ველური ესე იგი ადამიანებისაგან. და მაინც მიდიან. და იცით რა არის საინტერესო აქ? იმიტომ რომ მათ რაციონალურ აზროვნებაზე მაღლა მათში ადამიანში ქალში ხო გრძნობა და ემოცია არ ვიცი კიდე რა დავარქვა სულიერება, ანუ ამ შემთხვევაში მათი მოქმედება, აი რისი თქვა მინდა, მათი მოქმედება არ არის რაციონალური. მათი მოქმედება ირაციონალურია. და რა არის აღდგომა ქრისტესი? აღდგომა ქრისტესი და მისი განცდა და შეხება და დანახვა არის კიდევ ერთი საფეხურებრივი განვითარება სულიერ ცხოვრებაში. მე ვიცი რომ ქრისტე ღმერთია, კი ბატონო, ჩემ გულს შეეხო. მაგრამ მისი აღდგომის განცდა, რომელიც ყოველი ზიარების მერე უნდა მქონდეს, და აი დღესაც გაიგონებთ
ბარძიმი რო შებრძანდება, გაიგონებს სიტყვებს, აღდგომა ქრისტეს ვიხილეთ. აი ეს ყოველი ზიარების მერე ქრისტეს აღდგომის ხილვა უნდა იყოს ჩვენი კუთვნილება და თუ ეს ჩვენი კუთვნილება არ არის, ჯერ ჩვენ იმ საფეხურზე მისულები არა ვართ, რომელ საფეხურზე წაეხლა მენელსასხებლე დედები მიდიან და მერე თომა მოციქული მივა, მერე პავლე მოციქული, იქამდე ჯერ მისულები არა ვართ. ჩვენი პირადი გამოცდილებით არა გვაქვს განცდილი ქრისტეს აღდგომა. სანამ ეს სიტყვები არ გაცოცხლდება აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ ყოველი ზიარების მერე. ჩვენი გასავლელი საფეხურებია ეს. და ამიტომაც აი დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, რომ იწყება მოციქულების მიერ განცდა მკვდრეთით აღდგარი მაცხოვრისა, მათ პირად გამოცდილებაში შემოდის ეს. მაგრამ ამითაც არ ვთავდება, მერე გრძელდება, მერე სულთმოფენობა, მერე ამაღლება, მაგრამ ეს პერიოდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ დონეზე, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ ქრისტეს აღდგომა არ იყო, მაშინ ჩვენ ყველაზე საცოდავი ადამიანები ვართ და ხა ვიღაცა იტყვის, ხო მე არ განმიცდია, მაგრამ იყო და რა ეს ნიშნავს იყო? თუ შენთვის არ იყო, არ იყო. გესმის? ის მხოლოდ იმიტომ არის, რომ შენთვისაც არის, თორე თუ შენთვის არ არის, აბა ეგრე ჯოჯოხეთიც არსებობს. არის სასუფეველი და არის ჯოჯოხეთი. რა არის ჯოჯოხეთი? არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი არ არის. გესმით? და თუ შენთვის პირადად აღდგომა არ არის, მაშინ შენთვის აღდგომა არ არის. არის ობიექტურად, მაგრამ შენთვის არ არის. და აი დღევანდელი დღე სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არარაციონალური, არამედ ირაციონალური მიდგომა ჭირდება აღდგომის განცდას. აღდგომის განცდას რო ჭირდება ირაციონალური მიდგომა, საიდუმლოებრივი. ეს იცით რას ნიშნავს? რომ ყველაფერს ეკლესიაში, რითაც ჩვენ ქრისტეს აღდგომას უნდა განვიცდიდეთ, ჭირდება ეს ირაციონალური მიდგომა. ზიარებას არ ჭირდება ირაციონალური მიდგომა? პური და ღვინო, ხორცა და სისხლად რო გარდაისახება. აბა დასვით კითხები, ეგ როგორ ახდება? და იმ წამსვე გენგრევათ თავზე ყველაფერი. აგრეთ ცნობილი ღვთისმეტყველებია, ხარ დავასახელებ, მათ შორის უცხოეთში. აი მისიონერები, როგორც კი მოინდომეს, აბა როგორ? გესმის? ან ყოლაწვიდა სამების დოგმატი, აბა როგორ? ღვთის განკაცების დოგმატი, აბა როგორ? და იმ წამსვე პრობლემების წინაშე დგები, იმიტომ რომ როგორც კი შენი გონება წინ გაუსწრებს მადლის მიერ შემეცნებას. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ზიარებასთან ეგ არის ირაციონალური მიდგომა. იესოს ლოცვასთან რა არის? ირაციონალური მიდგომა არ არის? აბა იმეორე უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე 200 წელი მეორე თუ გინდა. სახარების კითხვას იგივე არ არის? იკითხე სახარება და არ კითხულობენ. არსებობენ მეცნიერები ისე ბრწყინვალედ იციან სახარება, რომ ჩვენ არც კი დაგვესიზმრება. მაგრამ არანაირი რწმენა მათში არ ცოცხლობს. შეიძლება ჯეროდეთ, რომ ღმერთი არის, ეგ არაფერს ნიშნავს. ლოცვის დროს, გონების მიერ ლოცვას, რასაც უწოდებთ, ისიქასტო პრაქტიკას, ზიარებას, ისინი ერთმანეთს გვანან, იმიტომ რომ ორივე ღმერთთან მიახლების საიდუმლოება. ქრისტეს აღდგომის საკუთარ თავში განცდის შესაძლებლობაა ეს. და როგორ უნდა განვიცადოთ ქრისტეს აღდგომა ჩვენში? მადლს ვიღებთ ადამიანის ტყვის. ხო, მადლს ვიღებთ, მაგრამ ამ მადლის ახთო ენერგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ როგორ თარგმნის ამას? ზოგი აი სიმშვიდე მოვა და იმედი მოვა. კი, რა თქმა უნდა, არის ახთო სიმშვიდე, იმედი თავად ქრისტეა, მაგრამ ადამიანს იმედი სხვა რამის გამო შეიძლება მოუვიდეს. ადამიანს სიმშვიდე და სიხარული, რაღაცა მიწიერის, რაღაცა 1000 ადამიანი ხო, ურწმუნო ადამიანის ხო, ურწმუნო ადამიანმაც ხო იცის რა არის იმედი, რა არის სიხარული, რა არის სიმშვიდე. მაგანაც იცის და ეხლა წარდი გაარჩიე, შენ გამოცდილება არა გაქვს, ეს სახთო იმედია, სახთო სიმშვიდეა, სახთო სიხარულია თუ ესე იგი რაღაცა მიწიერი და რა ვიცი, როგორ უნდა გაარჩიე, როგორ უნდა მიხვდე. ესე ადვილი ხომ არ არის? აბა რა ვქნა ადამიანი იტყვის. ძალიან საინტერესოა ერთი ნიუანსი კიდე. ქრისტე ამბობს, რომ გახსოვთ ისწავლეთ ჩემგან შვიდვარდამ დაბალგულითა მოგვიწოდებს აბსოლუტური გულმოწყალებისკენ, მაგრამ ქრისტე კიდევ ერთ რამეს ამბობს ძალიან მნიშვნელოვანს. ის ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლე. რა არის სიცოცხლის განმარტება? ვინმე თუ იცის, ხო, ბოლომდე ეს ხო ადვილი არ არის ამის განმარტება. მაგრამ ერთი რამე ვიცით, რომ ქრისტე რო ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლე და მე პავლე მოციქული რო იტყვის, რომ ცოცხალი მე კი აღარა ვარ, არა და ფიზიკურად ცოცხალია. ხო, ამას ამბობს. ფიზიკურად ცოცხალი პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოცხალი მე კი აღარა ვარ, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩემში სხვა სიცოცხლე თუ არ დაიბადა და თუ არ შემოვიდა,
მე ქრისტიანი არა ვარ და ეს სხვა სიცოცხლე არის ყდეთით აღდგარი მაცხოვარი ჩემში, როცა მე ხვდები უკვე ღვთის ტაძარი. და იმისათვის რომ ჩემში ახალი სიცოცხლე შემოვიდეს, მე უნდა ვიცოდე რისკენ მივისწრაფი, როცა იესოს სახელს ვახსენებ, როცა წმინდა წერილს ვკითხულობ, როდესაც ვეზიარები, როდესაც დღევანდელ დღეს აქ ვარ და მენელსასხებლად დედებს ვიხსენებ, მე უნდა ვიცოდე რისკენ მივისწრაფი, ჩემი გული უნდა გაიხსნას სიცოცხლისთვის, რომელიც ამ ქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი, ჩემი გამოცდილებით გაგებული სიცოცხლე კი არ არის სხვა სიცოცხლე. და თუ ეს სხვა სიცოცხლე მე არ განვიცადე ჩემში. და რომ თუ განვიცადე კიდე ჩემში სხვა სიცოცხლე. მე მართლა ხვდები ქრისტეს დარად 7 თავდაბალი, გულმოწყალე, ბრძენი, ღვთისნების უპირობო აღსრულებელი, სიხარულის მატარებელი, სიყვარულის. გესმით? მოყვასის მიმართ და ხვდები ნამდვილი ქრისტიანი. ღმერთმა მოგმადლოს მენელსაცხებლე დედათა მსგავსი ერთგულება ქრისტესადმი. ხო, ამ ირაციონალურობას წინ უსწრებდა თავგანწირული სიყვარული ქრისტესადმი. და ღმერთმა მოგმადლოს მენელსაცხებლე დედათა მსგავსი რაციონალურობის მაღლა დგომა, ანუ ლოგიკურ აზროვნებაზე მაღლა დგომა, დგომის უნარი. უპირობო ერთგულებისა და ქრისტესადმი უპირობო სიყვარულის უნარი. ჩვენს განვიცადოთ ყდრეთით აღდგარი მაცხოვარი, რომელზეც კვლავ ვჩერდებით და მე გრძელდება სულიერი ცხოვრება, ამაღლებით, სულთმოფენობით, უსასრულო განვითარებით. მაგრამ ეს საფეხურები, რომელსაც ჩვენ წმინდა წერილში ვხედავთ, არის ჩვენი გასავლელი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხური სწორედ დღეს წარმოჩინდება, როდესაც დედები მიდიან და ასეთ საოცრებას განიცდიან, რასაც ყდრეთით აღდგარი მაცხოვრის ხილვა და შესაბამისი გამოცდილება ქვია. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღდგა.